ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაღაროელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის არსებით განხილვას დაკავებულების თანამებრძოლების ესწრებიან. ისინი იმედოვნებენ, რომ დღეს გირავს ანსვლად 4 დაკავებულ მაღაროელს გაათავისუფლებენ. მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჯუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მეორე ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჯუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. არის არსებითი განხილვა, თუ არ ვთქვი, ამის შემდეგ იქნება თუ გაგრძელდა სასამართლო პროცესები მოწმეების დაკითხვა, რაც შეეხება მოლოდინებს, პირველი მინდა ვთქვა, რომ ეს ბიჭები არიან ჩვენი მეგობრები, უდანაშაულოები და ყოველ სასამართლოზე და სასამართლოს შემდგომ პერიოდში ცველოდებით, რომ უნდა ისე იმოსამართალმა და გამოუშვან ბიჭებმა, რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, რამე განსაკუთრებული ჯერჯერობით არ აგვაქვს ხელს, ანუ გულისხმობ დაზარალებულის და წერილობითი ჩვენება, რომ არ აქვს პრეტენზია ამ ადამიანებზე.